ძალიან გემრიელი და მარტივი საუზმე მომამზადი. სკრამბლი, მარშას სოსისის სევილიათი, რომელიც მზადდება ინდაურის ხორცით. მარშას ევროპული ხაზით სოსისი ლიონოვი, რომელიც მზადდება ქათმის ხორცით. პროდუქტების შერჩევისას აუცილებელია დავაკვირდეთ შეფუთვაც. გარღვეულ შენახვის პირობას კი მარტივად შევინახოთ მაცივარში, სადაც არაუმეტეს 6 გრადუსია. ჩემს მაცივარში როგორც ხედავთ, 4 გრადუსია. თურმე სოსისი უმჯობესია, რომ ცივ წყალში ჩავყაროთ. ვინაიდან სოსისი უკვე დასრულებულია, არ არის უმი და მხოლოდ გაცხელება სჭირდება. ასე გამოიყურება ბუნებრივი გარსაცმით მომზადებული სოსისი, რომელშიც უმაღლესი ხარისხის ხორცია მოთავსებული ყოველგვარი ემულსიის გარეშე. ხლისა და ცხიმის ნარევს გულისხმობს. თანამ სოსისის ერთი ნაწილი იწვება, ხოლო მეორე ცხელდება, მოვამზადოთ სკრამბლი, კვერცხის, რძისა და მარილის ნაწავი. დასრულებული სოსისი ამოვიღოთ, მოვათავსოთ თეფშზე და გვახსოვდეს. ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია, რათა ვიცოდეთ რითი ვიკვებებით და რას თავაზობთ ოჯახის წევრები. პომიდორი, კიტრი, ხახვი და ბერძნული იოგურტი გადავურიოთ მარილთან ერთად. გახურებულ ტაფაზე მოვათავსოთ კარაქი და ზეითუნის ზეთი, დავაცხად კვერცხი და უწყոտად ვურიოთ. ქათმის სოსისი წამში გააქნეს, მაგრამ მე მშვიდად ვარ. ვიცი, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტს ვთავაზობ ოჯახის წევრებს.